პროცესზე მნიშვნელოვანი იყო არა მტკიცებულებები, არა სამართლიანი არგუმენტები, არამედ პოლიტიკური გავლენა და ის რომ ქართულს თავისი პოლიტიკური ოპონენტები დაესაჯა. ერთი წამიანი ვიდეოს საფუძველზე, სადაც სრული პასუხისმგებლობაც გადაბრუნდა. ჩანს ირაკლი ჩხუტკა, მაგრამ ის არ აშევს არაფერს, არ არბევს, არ ზავადობს, არავის არაფერსკენ არ მოუწოდებს. ადამიანი გაამქონოს ორ დღეში და გაუშვეს ციხეში 5 წლით. რა არგუმენტებზე უნდა ვისაუბროთ, რა წიაღსულებს უნდა შევიდეთ, გონა რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც აზროვნებს, მისთვის გასაგებია, რაც მოხდა ამ პროცესზე და რა შედეგიც ვიხილეთ. გასაგებია და მიჩვეულები ვართ ისედაც, რომ ქვეყანაში სამართლის გონა ძალიან რთულია, თუმცა მაინც არსებობს ხოლმე მოლოდინი იმისა, რომ გამოჩნდება სისტემაში ადამიანი, რომელიც გადააბიჯოს პოლიტიკურ გავლენებს, თუმცა სამწუხაროდ დღეს ეს არ არის. სასამართლომ გააჟღერა, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა და ფაქტიურად მაქსიმალურ საშუალებზეა ხო საუბარი 6-9 წლამდე ითვალისწინებდა მუხლი და 7 წელი დაუნიშნა. ყველა მოთხოვნა რაც პროკურატურას ჰქონდა ჩამოყალიბებული, ყველა ბრალდებულის მიმართ დაადასტურა როგორც ნოტარიუსმა რაღაც დოკუმენტებს რომ უტანთ და გვიმოწმებს ისე. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი დასაბუთება, არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს და არც სამართლებრივი წინაპირობები. სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება სასამართლოს მხრიდან იყო აბსოლუტურად მცდარი და ეს პროცესის მიმდინარეობის დროს ყველას ძალიან კარგად ესმოდა ამ ძიმე მუხლზე საუბარი. ამავდროულად ხაზი დამატებით მინდა გაუსვა ახლა რაღაც ჩემს დაწესებულ ჯგუფებზეა საუბარი. პატამან ჯგალაძესთან დაკავშირებით ის მინიმალური სრუ სტანდარტიც კი რასაც პროკურატურა წარმოადგენს ხოლმე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ეგეც კი არ არსებობდა, არავითარი შემხებლობა, არავითარი ბრალის დამადასტურებელი, ოდნავი ერთი ბწკარიც კი არ იყო მის მიმართ, მაგრამ მასთან დაკავშირებითაც კონვეიერული წესით იმშელა. ყველა ვარიანტი გასაჩივრდება, თუმცა ყველას გვესმის, რომ სააპელაციაშიც და უზენაეს სასამართლოშიც ხელისუფლებისადმი ურმოჭრილი მსახურების ხედან სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე არასდროს არ მიიღება მოსამართლეთა მხრიდან დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.